მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ გამარჯობა. ეს არის ბასისტური ვლოგი და დღეს ჩვენთან არის ესეთი გიტარა, ბასი და პაციენტი მირველას იბანეს საუნდგიარ 5-იანი საუნდგიარი. აქტიური ფიქაფებით bla 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 bla. კარგი ბასი მოკლედ ძალიან, რომელსაც უნდა სიმების შეცვლა, გრიფის გაწმენდა იდეაში, რაღაცა ექშენის დასეტაპება და ასე შემდეგ. მარტივი რაღაც ისეთი ოპერაციები, რომელიც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს რომ გააკეთოს. ასე რომ დავიწყოთ ნელ-ნელა სიმების დაშვება. 1 hour later. ესე იგი მეგობრებო, ეხლა ხდება რა? ყოველთვის ესეთ დროს, როცა ბას რავი თუ მოგიწევთ დაშლა და რაღაცები შეკეთება და რაღაც, პირველ რიგში პრიზგან უნდა გააზრდავით აუცილებლად ეს და მერე როცა უკვე ამ ოპერაციას რო იზავთ რომ აი ეს ამ ზეთს რო უსმევ ამ ლიმონოვილს ისეთი პონტი არის რომ დავიცი ერთი 5-10 წუთი, უფრო 10 წუთი რა მე ყოველ შემთხვევაში ეგრე ვხმარ, არ ვიცი ვინ როგორ შვებით და ეგ ძალიან ისეთია ობიექტური არის და ვინ როგორ აკეთებს, ვინ როგორ არ მორგებული. მე რაღაც 10 წუთს ვაჩერებ ხოლმე, რომ ცოტა დატენიანდეს გრიფი რაღაც ეგრევე გასუფთავებას არ ვიწყებ ხოლმე. ზოგი უფრო დიდხანსაც აჩერებს. მე 10 წუთი ვფიქრობ, რომ ოკეი არის. გაარჩნია ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს, რამდენად ჭუჭყიანი არის გრიფი, რამდენად ჩამჯდარი არის. ეხლა ამაში არ არის, მიროლა კარგი ბიჭი აშკარად დაბანილი ხელებით უკრავდა. ხო, მაგრამ ხანდახან ზოგი ძალიან ბინძური იჩდება ხოლმე. ეხლა ვიყიდი აბასები, რომ აი დაჯმული რო აქვს ზედა და მეთქი რავი ხელი მაინც დაიბანე მეთქი რომ დაუკრავ. ხო და მაგ დროს სანამ ეხლა აი ამას რომ მორჩები ეხლა ამის წასმას განახებთ ერთი რაღაცას რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ ხოლმე რომ გიტარა წყობა შეინარჩუნოს და ზოგადად ეგ პროცესი აუცილებლად უეჭველი უნდა ჩაუტარდეს ხოლმე ბასს და გიტარასაც რა. უბრალოდ ეხლა გიტარებთან მაინც დიდი შეხება ესეთი არ მაქვს. გამიწვენდია ბევრი გრიფი რაღაც ეხლა საძმა კაცოში და მეგობროში რომ იჩდება ხოლმე ახალი გიტარა ყოველთვის ეგრევე ჩემთან იჩდება რომ აბა დავტესტოთ რაღაცა შევამოწმოთ ასე თუ ისე რაღაცეები მაინც პრაქტიკამ ცოდნა დამიგროვა და რაღაცეები მესმის ხოლმე. კაი, ამას ესე დავტოვებთ აქ და აი ამას რომ ტოვებთ, მე უნდა გააკეთოთ ერთი მთავარი დეტალი რაც არის მნიშვნელოვანი. Yes. ძალიან კარგს იზავთ თუ აი ამას გადაუჭერთ, იმიტომ რომ აშკარად არის გადასაჭერი, დროთა განმავლობაში სჭირდება ხოლმე გადაჭერა. ესე. აი ყველაზე რაღაც ნახევარი ბრუნი მაინც დატრიალდა. ესე და ეს. ეგრე უნიქს უკეთესად იჭერს ყველაფერი და კიდევ თავი. აი ეს რო აქ რო ესეთ ხლად ტრიალებს. ამისთვის არის აი აქ ეს. ამას შვები და უკვე არეგულირებ კარგად, რომ უცებ პატარათი რო გინდა აწევა და დატუნვა. ხელი არ გიხვდება და ეგრევე არ ტრიალდება. ოპ, ეგრევე ჩერდება. Let's go boy. ასე რომ easy. ესე, ეს საკმარისია. კარგია. აი, ამას ვასვენებთ, მანამდე სანამ ამას დავასრულებთ. მევასება ეს ფაქტურა რა, ძალიან ამაზე არის ხოლმე. რენდო ხის ფაქტურა ასწორებს. просто აი გოიმური არ უნდა იყოს. ხანდახან იჩდება Yamaha-ს ახ რაღაც ძალიან პოლიჟოხებივითი ვიძერო არის ხოლმე და ეგეთი არ აუწევს და ეს იმენსა გაიფო. კონდახს როგორ ზეთსაც უსმევენ რომ ძალიან რო არ პრიალებს რაღაც ეგეთი იქნება. აი ამაზე ნაკლებად პრიალა იქნება და ჯგინი. არჩი საინტერესო იქნება რა. კარგი, ესე. აღწევთ ახლა რამდენიმე თუთი, პატარა ჟანგის.
ხო, დღეს ვიყენებთ ამბასზე, დღეს დავაყენებთ მარკბასის სიმებს, რომელიც მე პირადად არასდროს არ გამომიყენებია. არ ვიცი როგორი ხმა აქვს. საითკენ არის უფრო რა ქვია, ხმის აღება როგორი აქვს, ასე შემდეგ, ტონი როგორია, ის გეინი როგორი აქვს, არ ვიცი, მაგრამ დავაყენებთ, გავტესტობთ, რა მარკბასი კარგი ფირმაა და მგონია რომ ესენიც კაი უნდა იყოს, რა ვიცი. კარგად გამოიყურება. ასე რომ შევხედოთ. მაგრამ ეგეთ იყოს ჩემი რაღაც პროექტებისთვის მეგობრებო ჩამოვიდა კიდევ ერთი ამანათი და აქ მე ჩამომივიდა ბრიჯი, რომელსაც ლაპარაკობდი რომ ჩემ ჯაზბასზე უკეთესი წყობისთვის და ეგეთი ამბებისთვის ჩამოვიდა Fender-ის Hi-Mas ბრიჯი, რომელიც არის უშუალოდ ჯაზისთვის და მაქსიმუმ precision-ისთვის განკუთვნილი. აი ამიტომ მიყვარს ეს ფირმა რა. აი ესეთ რაღაცეებზე უზრუნავენ, მაგიტო რომ აი რომ გამოვაძრობ. აი გამოვაძრო და მორჩეს. ეს შეგიძლია შენ თვითონაც ნახო. ღირს რა? ღირს რა, ხო და მძიმე უნდა იყოს რა. ხო, ეგ არის რა, რომ მძიმე უნდა იყოს რა, რომ კარგად წყობა, კარგად დაიჭიროს. პლუს დიზაინი ძალიან მევასება აქ, რომ შესაძლოა. ასე რომ დავაყენებ და მე მაგასაც ნახავ ხო და აი მაგიტოა თესლი რა რაღაცეებში არ უნდა დაგენანოს თანხა. თან ეს თანხა უძვირეს არ ნიშნავს ვაფშე. რავი, $40. თუ ვინმეს გეძვირებათ ესეთ ბრიჯისთვის $40, მაშინ არ ვიცი. ძვირი ნამდვილად არ არის. ხო. დაყრა თქვენი საქმე არ არის და ესე იგი რაღაც ბანძზე უნდა უკრათ სულ ხო $40 თუ ამისთვის გენანებათ. $120 თუ ძალიან ძვირია ამისთვის. ხო, მაშინ ხო თავი გაანებეთ და უკარით ფანდურზე. ფანდურს არაფერს არ ვერჩი. ჩამოვიდა კიდე ერთი რაღაც. გასაგებია რაც ჩამოვიდა. ხო, ეს არის აუდიობოიში. უცებ აუდიობოის ბლოგიც. აღარ მახსოვდა რა იყო. ხო, აუდიობოის ერთ-ერთი ნაწილი. აჰა, მშვენიერი კალინის კვება, რომელსაც ვიყენებ ბოლო 2 წელიწად ნახევარ 3 წელია, ზუსტად იგივე მოდელი არის და ძალიან მაგრად მუშაობს. ასე რომ ხო, კვება თუ ვინმეს გაინტერესებს, შეგიძლიათ მოგწეროთ კიდევაც. როგორც არის, იმიტომ რომ გავყიდე და განვაახლე შემდეგ. კაი. ის აქეთ იყოს, იქით იყოს. ეხლა მოდი ამასაც დავუბრუნდეთ, იმიტომ რომ ნელა რასაც უყურებ უკვე ცოტა შეშრა ხო. და დავიწყებ ამის მოხეხვას. მოხეხვაში მეგობრებო იგულისხმება უშუალოდ ეს. ვერც ერთი თითი თავიდან და ნაჭრის დაწოლა ვერ აცლის ამაზე უკეთ იმას რაც უნდა აცალოს და რომ უნდა მიუდგე. 1 hour later. აი ესეთი გამოვიდა მეგობრებო, აი ესეთი პრიალა და მე მგონი ძალიან ლამაზი არის რა. გაპრიალდა და ესენიც გავასწორეთ, ბევრად ისე მუშაობს, მირვალა ეხლა თვითონ რო აწყობს, ბევრად გავუსწორდება, რთულად გადატრიალება ვიდრე ცოტა ჩაცვეთილზე. ასე რომ დავიწყოთ. აუ ეს ყოველთვის მეზარება ხოლმე ეს პირველი. გზად მირვანა. ბაზი. ხო, ამის გადაჭრას არ ვიცი. მე მგონი ესეც სადღაცა ვიდეოში ვთქვი, მაგრამ თუ არ იცით, გეტყვით რომ მე დაახლოებით აი ერთის შემდეგზე აი აქ ვაჭრი ხოლმე რა. აი ესე სადღაც. No recess. ვისაც ნირვანა თulit რო პაფსაყლეობა თავი მოიკალეთ. მე ვთვლი. მაშინ თავი მოიკალეთ. Yes. იმიტომ რომ აშკარად ბიჭო რაღაც პონჩი თავიდან მეგონა ეგრე რო იყო რა. იმიტომ რომ მოსმენი რა მქონდა კარგად. ბიჭო მე მოусმინე ლაივებს უყურე რაღაცა და აი მე ყლე უნდა იყო რო თქვა რომ აი ბანძი არისო რა და მეტალისტური დუხი არ არის და მე აი ყველაფერია შიგნით რა აი ძალიან ასწორებს აი მართლა გემოვნებიანი მუსიკა აი რავი ეხლა ისეთი მეტალისტი ვარ კი იცით ეხლა მე რანაირი მეტალისტიც ვარ და დილას ნაპალმდესზე ვიღვიძებ და დაინქვეტუსით ვაგრძელებ. Stop. კაი, ეს ერთი. Klausysz agera Alice in Chains სიგურ ჩემია. რა შუაშია, კაცო, მე არ ვადარებ არც ერთს. ეგრევე ყლეობა მითხარ, რა შუაში Alice in Chains-ში ჩემ. გრანჟია შეჩემ. გრანჟი ხომ არა, ეგრე Stones Soundgarden-ი ვაფშე ყველაზე მაგრამ მევასება.
მაგრამ ის ხო არ არის რომელია ტოპ არა მე არ მithქვამს რომ გრანში ტოპ რომელია თქო მე ვძახდი რომ უბრალოდ ნირვანა თუ გონია ვინმეს ყლეობა თქო აუ გრანშიც რავი რა გრანჟი ჩემი საუკეთესო გრანჟი ნირვანა Alice in Chains-ი Soundgarden-ი და კიდე ერთი კაი გრანჟ ბენდი კაი მომაშვილი ერთი Pearl Jam-ი Stone Temple Pilots-ი მე 4 ადგილს მისცემდი მაგებს აი მე 4-ის თუ მისცემდი ეგ არის საინტერესო ანუ როგორი რაღაცა არის ეხლა მაგალითად Nirvana top 4-ში მყავს ოღონდ მე 4 ადგილს რა Alice in Chains-ი მერე Soundgarden-ი მერე Pearl Jam-ი და ბოლო არის Nirvana რა ოკეი decent ანუ შე ყლეობა რა ხარ მე-4 ყავს ყლეობა არ არის ეგ არა არც ვამბობ რომ ყლეობა არის შეჩემ პაპს ახლა არ ნიშნავს რომ ყლეობა არა ხო რა თქმა უნდა просто ორივეშით არიან ცნობილები ძირითად მასაში რა ანუ როგორც ეს მსმენელი ხელა რაოდენობით ბიჭო თან ახლა იმაზეც ხო არის თან ახლა მთლიანად ბენზე ვერ იტყვი პაპს ახლა ვეშები აქ ხო რაღაც პაპს ავეშე ახლა Tail Like Thanks რაღაც აი ვაფშე ეგ ვეშე აი დიდად არ უწოს რა ხო აი მართლა აი ვერ ვიგებ რაღაცა რა ეგეთი თან YouTube-ზე მგონი პირველ რიგში იყო მილიარდი ნახო თუ რაღაცა და კაროჩე რა ძალიან ბევრი რა მაგალითად ყველაზე ცნობილი ვეშე ეგ მაგრამ რავი ეს ალბომის Bleach და რავი ისინი School და ისეთი ვეშებია რომ გადაობ რა Spirit ესეც ესე ბიჭო მომწონს რა ტემპიდაც მივდივართ იცი რა Queens of the Stone Age მირჩევნია Nirvana-ს რაღაც ვეშებით Queens of the Stone ეგ ის არის გრანჟი არის ეგ ხო იდეაში მოსტასტონო რაღაც ის არის ბიჭო აი გრანჟისკენაც გადის ცოტათი რა რაღაცა ვეშები გრანჟისკენაც უტყავს რა აი ლენეგანი რო ყავდათ ვოკალზე მაგ პერიოდშიო ბიჭო მე ძალიან მაგრა მისმენია მაგ ბენდისთვის რა და რაღაც 1-2 ტრეკი და მე ალბომსაც მუშ რაღაცა ბოლომდე ვერ დავივასე რა ეხლა კიუსის მერე ვერ მომცემთ რა ეხლა იმას რასაც ის ბენდი მაძლევდა ასე რომ ბოლომდე ვერ დავივასე მაინც ეგ ბენდივე რა ლაივზე წავიდოდი ძალიან დიდი სიამოვნებით მართლა უბრალოდ ხო ის არის რომ ისე ძალიან არ მევასება ნახდათ რა ბიჭო გაიხმო ხელ ისეც ასე ჯერჯერობით უსმენ გაიხმო და კაი სიმებით yes მაგან დანლოპიდან გადმოვალა აუ დანლოპ შევეცი დანლოპი არ მევასება ბიჭო აუ მოგითხან პატრონი რა აი ზმოუკატა ეგეთი აა ჭყიანი არ არის ხა ჯემო ჭყიანში და წასასვლელი რაღაც იბერტო ამას დავტოვებ ამ კაი შუტკას დავტოვებ რა თუ შეიძლება მუხიანში რამდენი ხანი დადიოდი ძმა ბიჭო 10 წელი ხო სადაც 10 წელი მიარია მე რა გინდა მე 9 შეჩემა ჯერ 9 წელი და ხარ ჯერ და სხვათა შორის 10 არც ხდება იმიტომ რომ გადავდივარ ვესწავლე წვილი სიმია აი მაგიტომ ვფიქრობ რომ 4 სიმიანზე გადავიდე რა ანუ აი ეს არ ეხლა 100 თუ უკრავდი და ეგეთი რაღაცა მაშინ ხომ არა თუ ეხლა მაშინ ბიში უკრავ მარტო და სიმაში და რაღაცა ვაჩი ყველა ადგილი ხო ხუთიანი ვაშე ვფიქრობ რომ რამე იქნება მე გავწვდი გაცვლიდი 5-იანი გაცვლი 4-იანში ჩემ კარგ 4-იანში გაცვლი არა ამ 5-იანს არ გავწვდი არა შემოდი უნდა გავყიდო არა გადავიფიქრე შეჩემ ესეც რო შევხედე მომნატრებია და არა კაი მოსია და ვაი და მოგინდეს ჩასვლა ქვემოთ ხო თან ძალიან იაფად დავითხრიე რა და ეხა მენანება რა არა კი მეც მაქვს შეგრძნება თუ ანუ ეს მომდეხანია გაკეთებას წინათებ 1 წელია პაჭდი რა ამ წინათებერვალში ვიყინა მე მგონი ბიჭო მე შეიძლება დღეს ამას დავაპგრეიდებდი გოტოსტუნერებს დაუთრევდი რა ჩაუჭდე შეიძლება $40 ძალიან კარგები დაითრი როგორც მე დავითრი დაუთრევდი გოტოსტუნერს ერთი EMG-ს პიკაპ შაუსვავდი აქ ამას ვაფშე მოვკლავდი და ეს ბრიჯზე გავხერხავდი რა ვიცი ძმაო ბევრი
ბევრი ის არის რა, ბევრი აპგრეიდი შეგიძლია რომ გაათესლო ინსტრუმენტი, რავი. თუ არის აუცილებელი იყიდო მაინც ამას ახალი ხო რა. განაახლე ნელ-ნელა ეტაპობრივად როგორც მე ვქენი და გააქ რა ბოლოს უკვე რაღაცეები. ვალა, გამოვიდა ითი რაღაც, მეც ამის ქაღალდის აწამი და მარკოსის ქაღალდი. BADGC, ესე იგი ერთი წყობა. აი მეგობრებო, მირუელა უკვე. ყოფილი ხარ? მოგწო. დაკვირით გრიპზე ხო უკეთ იკურება ეს რო წაეშვა. კიდევ ერთი ყოფილი. მეგობარ. აუ, იმენა სასამპი საკმარისია მარტო შეჩება, ხალეზე უნდა გაიგიდო. მოდი ის გატესტი, ის რო გაინტერესებდა, ნანოს გაგატესტინებ. კიდევ ერთხელ სალამი მეგობრებო, ეხლა უკვე ვართ იმ ეპიზოდზე და სტადიაზე, როდესაც ჩემ ერთ ჯაზბას ვაწყობ მეორე ჯაზბასზე, ანუ აი ამ Affinity series ჯაზბასიდან რაღაც ნაწილები გადმოდის ამ სტანდარტ ჯაზბასზე. ის არის 2008 წლის, ეს არის 2004-ის სტანდარტი. ასევე ამ ჯაზბასზე დგება აი ეს ბრიჯი, აი ესე, ეს ჰაიმასის ფენდერის ბრიჯი დაუნტუნინგისთვის და აქედან გადავა იქით მხარეს. იმისაც უბრალოდ შევინახავ ნაროც. მე ამას მოვხერხე. მაგრამ ხო, ჯერ ამ სტადიაზე ვართ, ეს უნდა ახლა გავასუფთავო, გავალამაზო, დავშალო ყველაფერი და შემდეგ უკვე განახებთ და ჩაგერთვებით, როცა უკვე გამზადებული იქნება. მოკლედ მეგობრებო, აი Fender-ის Hi-Mas bridge უკვე დავაყენე. აი ესე კოხტა დაჯდა. 5 დირკა, 5 ზოლი, აი ზედვე აჯდება, ჯასაც, მგონი პისაც. იდეაში ზუსტათვე მიდის ფიტზე. ეს ტუნერებიც გადმოვიტანე აქეთ. გრიფიც გავწმინდე და მხოლოდ ის გადაგვრჩენია, რომ სიმები დავაყენოთ. ერეკლი შემომიერთა, მარსი ბრენდი შეარჩანს, სინათლე შემოყავით თავი. მერსი. სიბნელის მოციქოლე ვარ. რა კედი წითელი თვალით შემოხვედი კადრში ეხლა იმენა სიბნელეში. ხო. ასე რომ yes, ესეთი ამბავი გამოვიდა, ესე ლამაზად დააჯდა. დანარჩენი აწყობებს უკვე მე განახებთ. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის კიდევ ერთხელ ბასისტური ვლოგი. უკვე მაღაზიიდან და რაზე მინდოდა საუბარი და თქმა. იმიტომ რომ ხანდახან ხდება ისე რომ გგონია რომ შენმა რაღაცა ვიდეოებმა აქტივობამ რაღაცამ შეიძლება უცებ ისე შეცვალოს რაღაცეები და ისეთი ხალხი დააინტერესოს და ჩართოს ამ საქმეში რომ ძემე მუსიკაში, მეტალში, იმაში, ამაში რომ შენ ვერ ხვდებოდე საერთოდ და თურმე აქეთ რაღაცა ადამიანებს უსწორდებათ შენი კონტენტის ყურებად, ხო და ის არის აქეთ ერთი ეს მაღაზია არის ჩემთან ახლოს და აქ თანამშრომლები ხშირად მეუბნებოდნენ რომ აი კაი ვიდეოები გაქვს რაღაცა და ძალიან გამიხარდა და უსაყვარლესი ხალხი არის და შევპირდი რომ მეთქი ვლოგში აუცილებლად მოგახვედრებთ თქო ხო და მინდა რომ ვლოგშიც მოვახვედრო მე ვილაპარაკე რაღაცეები და შენზეც მოვყევი რომ მეთქი აი ამ ადამიანს უყვარს მეთქი მიესალმე YouTube მეტალისტებ მაყურებლებს ხო და იმაზე ვლაპარაკობდი რომ მეთქი შეიძლება დიდად მეტალისტი არ იყოს ადამიანი, მაგრამ რაღაცეები გაუსწორდეს და ეხლა რაღაცეები ხო გაიგე მინიმუმ ძიმე მუსიკასთან დაკავშირებით. რა უნდა გამოიწერონ ერთი შეახსენე ხალხს? ბასისტერ ვლოგის არქი. Yes, თუ შეიძლება.
რატოკაც აქ არის? ხო და ეგ არის მეგობრებო, მოკლედ რო გგონია რომ ვითომ არაფერი და შეიძლება ვერავინ დააინტერესო და ვერავინ ვერ ნახოს და ასე შემდეგ, ეგრე საერთოდ არ არის. პირიქით, ისეთი უცნაურ ხალხს უთქვამ შემთთვის რომ აი უსწორდება ძალიან ყურება ამ ვიდეოების ხშირად რთავს რაღაცა ჭამის დროს ჩაუჯდები უყურე გამისწორდა რაღაც რომ არ დაიკეტოს ფრთხილად ტაქსის ძღოლი მაგალითად. ტაქსის ძღოლი ხო რომ რაღაცა ეს აქ რაღაც თანამშრომელი რაღაც მაღაზიის ასე რომ შეიძლება ყველაფერი დაინტერესება ამ სფეროთი, ამ მუსიკით და აი ამ რაღაცეებით რა რომელიც ხშირად გონია რომ ის არის რა ქვია კაი რა ამას ვინ მოისმენს და ვინ უყურებს და ვის აინტერესებს საერთოდ არ არის ეგრე. ასე რომ ყოველთვის უნდა გააკეთოთ ის რაც გინდათ, რაც გისწორდებათ ჩემი აზრით და შედეგი ექნება რაღაცეებს რა. კაკ მინიმუმ და ყველაზე ცოტა თქვენ მაინც ისიამოვნებთ იმით, რასაც საკეთებთ. ასე რომ ეს არის ბასისტური ვლოგი. უყურეთ, მეტალს უსმინეთ, კაი ხალხი იყავით, პროჭობას თავი დაანებეთ და როკი თქვენთან.